ბატონო გურამ, დღეს ჩვენ ქვეყანაში დაიწყო მასიური პრივატიზაცია, რაც გამოიხატება საპრივატიზაციო ბარათების ანუ ვაუჩერების მოსახლეობაში გაცემით. Როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი ჩვენთან ქარელის რაიონში? საპრივატიზაციო ბარათი ანუ ვაუჩერი ეს არის ფასიანი ქალაქი, რომელიც უნდა მიიღოს საქართველოს ყველა მოქალაქე. საპრივატიზაციო ბარათებს მიიღებენ ის მოქალაქეები, რომლებიც დაიბადნენ 1995 წლის 1 თებერვალში. საპრივატიზაციო ბარათებს ვერ მიიღებენ ისინი, ვინც შეტანილი იყვნენ სიებში და სამწუხაროდ გარდაიცვალნენ. ჩვენს რაიონში 15 მაისიდან დაიწყო საპრივატიზაციო ბარათების ვაუჩერების გაცემა. ამას წინ უძღოდა დიდი მოსამზადებელი სამუშაოები. რაიონის საკრებულოებმა დიდი მუშაობა გასწიეს სიების მომზადებისას, ჯერჯერობით გასულ წელს დაიწყო. რაიონის 18 საკრებულოში შედგა სიები, სადაც რეგისტრირებული იქნენ ჩვენი რაიონის მოქალაქეები და ამ სიებმა შეადგინა 42700 კაცის სია შედგა. 42700 კაცის შედგა სიები. ამ სიების შემოწმება მოხდა თბილისში, მოხდა მისი კომპიუტერი დამუშავება და შემდგომ დაუბრუნდა რაიონს ვაუჩერების გასაცემად. როგორც ვთქვით, 15 მაისიდან დაიწყო ვაუჩერების გაცემა. უკვე გაცემული არის 2000-ზე მეტი ვაუჩერი. გარკვეული პრობლემები შეიქმნა ვაუჩერების გაცემის პროცესში. ჩვენ თავიდან ვფიქრობდით, რომ რაიონი დაყოფილიყო ზონებად და ვაუჩერების გაცემა მომხდარიყო ამ ზონების მიხედვით. ვფიქრობ, რომ ქარეში მომხდარიყო გაცემა რუიში, აბიში და აგარაში, რაც ხელს შეუწყობდა მოსახლეობას ვაუჩერების ოპერატიულ და სწრაფად მიღებაში. მაგრამ შემდგომ ისეთი პრობლემები შეიქმნა, რომ ჩვენ ხელი შეგვიჭალა ამის განხორციელებაში და პირველ რიგში ჩვენ დავიწყეთ ქარელის შემნახველი ბანკის მეშვეობით ქარეში გაცემა ვაუჩერების. ალბათ მოსახლეობისათვის ძნელი იქნება მთელი რაიონის ტერიტორიიდან ჩამოვიდნენ ქარეში და ყველა ქარეში მიიღოს ვაუჩერი. ეს ქმნის გარკვეულ პრობლემებს მგზავრობაში, ჩამოსვლაში, ბევრს ეს ალბათ არ შეუძლია. მაგრამ დღევანდელი პირობებიდან გამომდინარე, ჩვენ ამაზე ვფიქრობთ და ალბათ შევძლებთ იმას, რომ მოსახლეობას გაუადვილოთ ვაუჩერების მიღება. როგორ უნდა გამოიყენოს ბატონო გურამ ჩვენ პიროვნებამ ვაუჩერი, რომელსაც მიიღებს იგი? ვაუჩერების ნომინალური ღირებულობა შეადგენს ვაუჩერის ნომინალური ღირებულობა შეადგენს 30 ამერიკულ დოლარს. ესე იგი სახელმწიფო თითოეულ მოქალაქეს სახელმწიფო ქონებიდან აძლევს 30 დოლარის ქონების წილს. როდესაც მოქალაქე მიიღებს ვაუჩერს, ეს უკვე მისი კუთვნილება გახდება. ეს უკვე დამოკიდებული არის მასზე, როგორ გამოიყენოს. მაგრამ ჩემი სახით რა შეიძლება მივხვდეთ ჩვენს მოქალაქეებს. ვაუჩერი შეიძლება გამოყენებული იქნეს პირდაპირ დანიშნულებით. რაც ნიშნავს ეს? როგორც მოგეხსენებათ, დაიწყო პრივატიზაციის ფართო პროცესი, როგორც რესპუბლიკაში, ასევე რაიონში. მოხდა ქარელის მსხვილი საწარმოების აქციონირება, ესე იგი, ისინი გარდაიქმნეს აქციო საზოგადოებებად და იმ საწარმოების მუშაკებს, რომლებიც დასაქმებულები არიან ან იყვნენ, მაგალითად, აგარის შაქრის კომბინატში, ქარელის და აგარის საკონსერვო ქარხნებში, აგარის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საწარმოში, ქარელის ავტოსარემონტო ქარხანაში, აი აქ დასაქმებული მოქალაქეები ვაუჩერებს ჩაძდებენ აი ამ სააქციო საზოგადოებებში, რადგან თავიანთი წილით შევლენ ამ სააქციო საზოგადოებებში. თქვა კითხვა ასეთი, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი დღეს არ მუშაობს, განსაკუთრებით სოფლის მოსახლეობა. მათ სადღაც დააყენეს ვაუჩერები. ამასთან დაკავშირებით რესპუბლიკაში შეიქმნა საბარათო სააუქციო ცენტრი. რაც ნიშნავს ახლა ეს? მსხვილი საწარმოების აქციათა პაკეტები, აქციები გაიყიდება ამ სააუქციო ცენტრებში. თბილისში, ქუთაისში და ბათუმში, ასეთი გადაწყვეტილება არის მიღებული. ეს გამოცხადდება პრესის საშუალებით, ტელევიზიის საშუალებით და ყველა მოქალაქე და ჩვენ ერთად მოქალაქეებს უფლება ექნება, რომ ამ აუქციონებში მიიღონ მონაწილეობა. ჩვენი რაიონიდან შაქრის კომბინატის, აგარის და ქარელის საკონსერვო ქარხნების და აგარის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საწარმოს აქციები გაიყიდება თბილისში საბარათო აუქციონებზე. აი მოქალაქეებს მათ შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა.
გარდა ამისა, რადგან ეს არის მოქალაქის პირადი კუთვნილება, მას შეუძლია გააჩუქოს, გააყიდოს ან როგორც ჩათვლის მოქალაქე, როგორც ჩათვლეს. ბატონო გურამ, მე ვუბრუნდები პირველ შეკითხვას მოგატიეთ. ამჟამად თქვენ ბრძანეთ, რომ გაცემულია 2000 ვაუჩერი. თუ გაიხსნება სხვა პუნქტი ვაუჩერების გაცემისა ქალაქ ქარელში ან როგორ მოხდება სხვა სოფლებში ვაუჩერების დარიგება? როგორც ვთქვით, ამას ხელი შეუშალა იმ პრობლემამ, რომ როდესაც ვაუჩერების გატანა მოხდება სხვა დასახლებულ პუნქტში, მას უნდა ყავდეს თავისი დაცვა 24 საათის განმავლობაში. უნდა იყოს გამაგრებული შენობა ნაკლებობები, რომ არ მოხდეს ამ ფასიანი ქაღალდების დაწესება და ასე შემდეგ. აი ამ პრობლემამ შეუშალა ხელი ამ პროცესის სასწრაფოდ წარმართვას. მაგრამ ვფიქრობთ, რომ იქნებ მაინც აგარაში განსაკუთრებით რაღაცა ფორმით, როდესაც ვაუჩერების გაცემა გარკვეულწილად შემცირდება, იქნებ ყოველდღიურად მოხდეს შემნახველი ბანკიდან ვაუჩერების გადატანა აგარაში, მოხდეს მთელი თვის განმავლობაში გაცემა და შემდგომ საღამოთი მისი დაბრუნება ისე უკან. რაც შეეხება სოფლებს, ეს მტკივნეული პრობლემა არის. ჩვენ ამაზე ვფიქრობთ და ალბათ საბოლოო გადაწყვეტილებას როგორ მოვახდინოთ ვაუჩერების გაცემა განსაკუთრებით შორეულ სოფლებში, რაღაც დამატებითი ღონისძიებების მიღება საჭიროა.